კესარია აბრამიძის მკვლელობაში მსჯავრდებული ბექა ჯაიანი სააპელაციო უვადო პატიმრობაში დატოვა. გასული წლის 18 სექტემბერს ჯაიანმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით, შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მარიამ ლაშხი ჟურნალისტებთან აღიარებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. შეკითხვაზე რის ეშინია ოცნებას, ლაშხი პასუხობს, რომ ეშინიათ ღმერთისგან დასჯა არ მიიღონ. კაცებს ძალით გაათხოვებენ. ნახეთ, არა, ეს რაღაცა უტრირება არის ამ თემის არასწორად. დღეს არის, ნახეთ, სწორი რა არის. ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ გვეშინია ღმერთის, რომ არ მივიღოთ დასჯა. პროკურატურა მზადაა მზია ამაღლობელთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე სანქცირებულმა პროკურორმა განაცხადა. თუმცა თორნიკე გოგეშვილს არ დაუკონკრეტებია რა პირობით. ამაღლობელის ადვოკატი თვლის, რომ საპროცესოზე საუბარი манипулირების იარაღია. ბანგლადეშის დედაქალაქში საჰაერო ძალების ვერტმფრენის კოლეჯის შენობასთან შეჯახების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა პილოტიც. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, 90-მდე პირი კლინიკაშია გადაყვანილი. მათი უმეტესობა სტუდენტია.